მოგესალმებით ძვირფასო და პატივცემულო მაყურებლებო, მე ვარ ირაკლი როსტომაული და თქვენ ბრძანებით არხზე გლობალური შერკინება. დღევანდელ ვიდეოში ჩვენ შევადარებთ ორ ძალიან ძლიერ ტიტანს მონსტერვერსიდან, შიმოს და კინგიდორას. ვფიქრობ, რომ ეს შედარება თქვენ მოგეწონებათ. მაშას მეგობრებო, რაც შეიძლება კომფორტულად მოკალათით, მოიმარაგეთ სხვადასხვა ტკბილეულობები, რადგანაც ჩვენ მონსტერვერსის სამყაროში მივემგზავრებით. წავიდა. დასაწყისისთვის დავიწყოთ პერსონაჟების მოკლე აღწერილობით და დავიწყოთ კინგიდორით, ასევე ცნობილი როგორც მონსტრი ზერო. გიდორა ან და მონსტრი ზერო არის კოსმოსური წარმოშობის ტიტანი, რომელიც ძველ დროში დაეცა დედამიწაზე და გოძილას ბუნებრივი მტერი ტიტულზე მონსტრებთა მეფე. აქვს სამი თავი, ორმაგი კუდი და დიდი ფრთები. ასხივებს ყვითელ გრავიტაციულ სხივებს პირიდან. გიდორა არის გამანადგურებელი, რომლის მიზანიცაა შეცვალოს საკუთარი გარემო და მას მოერგოს. და ახლა მოდით შევხედოთ შიმოს, ამ უზარმაზარ ოთხფეხა არსებას, რომელიც ცხოვრობს ღრუ დედამიწაზე, საკმაოდ ძლიერი და მდგრადი ფიზიკურობით, დაფარული მკვრივი რეპტილიური ფარებით და ტიტანის გასაოცარი მეწამულ თეთრი შეფერილობით. ტიტანი კრიოგენიკური შესაძლებლობებით, რომელსაც ასევე შეუძლია ყინულოვანი სუნთქვის ან და ყინულოვანი სხივის პირიდან გამოშვება. თავიდან შიმო ჩანდა გაბრაზებული და აგრესიული არსება, რომელიც ძალადობრივად იწვევდა ნგრევას და თავს ესხმოდა ირგვლივ ყველაფერს, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ იგი ამ ყველაფერს თავისინებით არ აკეთებდა და საკმაოდ მეგობრული იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაჩვენეს, მას რა შეეძლო. დავიწყოთ ზომებით. კინგიდორას სიმაღლე შეადგენს 158 მეტრს, ფრთების სიგრძე კი 396 მეტრს. იგი იწონის 140,000 ტონას. შიმოს სიმაღლე 4 ფეხზე შეადგენს 162 მეტრს და თუ იგი ორ უკანა ფეხზე დადგება, მაშინ იგი 200 მეტრზე მაღალი ხდება. შიმო იწონის 200,000 ტონას, ასე რომ ზომებში პლუსი მისდის შიმოს. რაც შეეხება ძალას, კინგიდორამ შეძლო ჰაერში როდანის დაძლევა, ასევე იგი ახლო ბრძოლაში გოძილას მოერია და აწია იგი სტრატოსფერომდე. გოძილას ტონა კი 100,000-ობით ტონაა. აქვე შეგვიძლია დავამატოთ ძალიან ძლიერი კისრის ხოვები, რომლებიც მოწინააღმდეგეს უბრალოდ უმოძრაოს ხდის. რაც შეეხება შიმოს, მონსტერვერსის უამრავი თაყვანისმცემელი და ფანი მას ამ სამყაროში ყველაზე ძლიერ ტიტანად მიიჩნევს. მხოლოდ განვითარებულ გოძილას შეუძლია შეესაბამებოდეს მის ძალას, თუმცა გოძილას დიდი შრომა მოუწია. შიმომ პირველივე შეჯახებისას დაძლია გიგანტური ხვლიკი და ჰაერში გადაისროლა წოლებლა პოზიციით. მან ასევე იოლად გადააგდო კონგი კუდის დარტყმით და ათრევდა ჩვენ საწყალ კონგს მარცხნივ და მარჯვნივ. კონგის წონა სხვათა შორის 80,000 ტონაა და ამის მიუხედავად შიმომაც კნუტივით ისროდა. მაგრამ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. გიდორა იბრძოდა თითქმის ჩვეულებრივ გოძილასთან, რომელმაც ამის მიუხედავად მას ბრძოლაში უამრავი პრობლემა შეუქმნა. თუმცა როგორც კი გოძილა თავის თერმობირთვულ ვერსიაში გადავიდა, გიდორამ იმ წამსვე წააგო. შიმო ასევე ევოლუციონირებულ გოძილას ებრძოდა და მას უამრავი პრობლემა შეუქმნა ბრძოლაში, ამიტომ აქ პლუს ვანიჭებ შიმოს. შემდეგი რასაც შევადარებთ, ესაა შესაძლებლობები. რაც შეეხება შესაძლებლობებს, მოდით აქ გავიაროთ ძირითადი. გიდორა შეიცავს ბიოელექტრულ უნარს. მას შეეძლო ელვის მსგავსი ყვითელი გრავიტაციული სხივების გამოშვება. ეს სხივები ძალიან ძლიერი იყო. მათ ადვილად შეეძლოთ შენობების განადგურება. გიდორამ განადგურა მოტრა, გაანეიტრალა როდანი და გოძილას ტყავი დაუწვა, ასევე იგი იმავე სხივებით წააქცია. აქ ასევე შეგვიძლია დავამატოთ ენერგიის შთანთქმა, როგორიცაა ელექტროენერგია, მათ შორის ელვები და რადიაციის შთანთქმა, რომელსაც გოძილა უშვებდა. და რა თქმა უნდა, ფრენის უნარი და მოწინააღმდეგეების ფრთებით აწევისა და მათი ჩაგდების უნარი. დიახ, გიდორას ბევრი უნარი ჰქონია, მაგრამ მე გავითვალისწინე ისინი, რაც მას ყველაზე მეტად გამოადგება ამ ბრძოლაში. რაც შეეხება შიმოს შესაძლებლობებს, შიმო შეიცავს კრიოგენულ ბუნებას. თვითონ მისი ყოფნა იწვევს ძალიან ძლიერ სიცივეს, რაც ირგვლივ ყველაფერს ყინავს. სწორედაც ამიტომ სკარკინგი აკავებდა მას ტყვედ ლავის ნიადაგის უკან, რათა როგორმე შეეკავებინა მისგან წამოსული სიცივე. შიმოს ასევე აქვს ყინულის სუნთქვა ან ყინულის სხივი. ამ სხივს აქვს უკიდურესად დაბალი ტემპერატურა, რითაც შიმომ გაყინა გოძილა, კონგს ხელი ისე გაუყინა, რომ მას პროტეზი დასჭირდა და ასევე მან მთლიანად გაყინა სკარკინგი, რის შედეგადაც კონგმა ის ნაწილებად დაამსხვრია.
მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ შიმოს შეუძლია თავისი სხივით გამოიწვიოს პლანეტის დონის კატაკლიზმები და ამით დედამიწაზე გლობალური გამყინვარება შექმნას. მგონი ეს ჩვენთვის საკმარისი იქნება. თუ გიდორას აქვს შესაძლებლობა გამოიწვიოს ღრუბლები, ქარიშხალი და ჭიქაქუხილი, მისი მოცემული შესაძლებლობები შემოიფარგლება მხოლოდ ლოკალურობით და შიმოს შეუძლია გავლენა მოახდინოს მთელ პლანეტაზე, ასე რომ აქ პლუს ვანიჭებს შიმოს. სიმტკიცისა და გამძლეობის თვალსაზრისით ცხადია, რომ ისინი ორივე ბევრად გამძლეები არიან ვიდრე სხვა ტიტანები და არსებები. ვფიქრობ, აქ მნიშვნელოვანი იქნება მათი სისუსტეების გათვალისწინება და შედარება. გიდორამ მოახერხა გოძილას ატომური სუნთქვის გაძლება, მაგრამ ეს სულ სხვა დონე იყო და მისი დიდი სიმტკიცის მიუხედავად, როგორც კი გოძილა თერმობირთვული გახდა, მისი სისუსტე გოძილას თერმობირთვული იმპულსი აღმოჩნდა. ასევე ექსტრემალური სიცივე, რომელიც გიდორას ჰიბერნაციას იწვევს. აქ ასევე შეგვიძლია დავამატოთ წყალი, რომელშიც მონსტრი ზერო თავს უკომფორტულად გრძნობს. და შიმომ შეძლო გადარჩენილიყო გოძილას ატომური სუნთქვის გრძელვადიანი ეფექტის შემდეგ, რომელიც უფრო ძლიერი იყო ვიდრე ოდესმე, თუმცა იგი არ იწვევდა დაჭრას ან დასახიჩრებას. ერთადერთი რაც გავიგეთ, არის ის, რომ არსებობდა გარკვეული კრისტალი, რომელიც მასში აუტანელ ტკივილს იწვევდა. მაგრამ როგორ მოიქცეოდა შიმო თერმობირთვული იმპულსის ზემოქმედების დროს? რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიცით ამის შესახებ, ამიტომ ქულა შიმოსკენ მიდის. რაც შეეხება სიჩქარეს და მოქნილობას, აქ უფრო გიდორას მხარეს ვარ, რადგან მას შიმოსგან განსხვავებით ფრენა შეუძლია და ის შიმოზე მსუბუქია და გოძილასთან ბრძოლისას მიუხედავად იმისა, რომ ის მასზე მსუბუქი იყო, სიჩქარით თითქმის მისი ტოლი იყო. შიმოს მენელს ვერ უწოდებდი, რადგან ჩვენ გვაჩვენეს, რომ მას მშვენიერი სირბილი შეეძლო და კარგად რეაგირებდა გოძილას დარტყმებზე. მან ასევე მოახერხა მოქნილი კონგისთვის კუდი დაერტყა და ეს ყველაფერი მისი დიდი წონის მიუხედავად. მაგრამ ფრენის უნარი აქ მაინც ბევრს წყვიტავს, ამიტომ აქ ქულას ვანიჭებ გიდორას. და დავასრულოთ ინტელექტით. აქ ჩემი აზრით უპირატესობა იქნება გიდორისაკენ, რადგან ყველაზე ჭკვიანი სამი თავის შორის იყო შუათანა და აზრზე მოჰყავდა დანარჩენი ორი თავი. ეუბნებოდა მათ, რომ არ დამორჩილებიყვნენ ორკის ხელოვნურ სიგნალს, მოქმედებდა როგორც ლიდერი და ასევე იყო სწრაფი, მარაგი და მიზანმიმართული. გიდორა ასევე ზოგადად ინტელექტუალურია, აქვს ტაქტიკური ბრძოლისა და იმპროვიზაციის უნარი. რაც შეეხება შიმოს, იმის და მიუხედავად რომ ეს არ არის მისი ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი, შიმო ავლენს ინტელექტის გონივრულ დონეს. იგი იაზრებდა კინგსკარის ბრძანებებს, თავდასხმა სხვა ტიტანებზე და ასევე ახალი გამყინვარების დაწყება. თუმცა თავისუფლების მიღების შემდეგ შიმომ უარი თქვა სკარის დამორჩილებაზე. გარდა ამისა, შიმოს არჩევანი გოძილას და კონგის მომხრე გამხდარიყო კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ინტელექტუალურობას, სარწმუნო მოკავშირის აღიარებას, მაგრამ მაინც ბოლოს და ბოლოს გიდორამ ამ მხრივ მეტი აჩვენა, ასე რომ პლუსი მის სასარგებლოდ მიდის. თუმცა მე იმედი მაქვს, რომ მომავალში მონსტრივერსის შიმოს სრულად გამოგვიმჟღავნებს და მერე კონკრეტულად გავიგებთ, რისი უნარი აქვს მას, მანამდე კი გიდორა უფრო ჭკვიანი იქნება. მაშასე მეგობრებო, შედეგის მიხედვით გამარჯვებული გამოდის შიმო, თუმცა ჩემი არხის წესით ეს ინფორმაცია საკმარისი არ იქნება. ხო და მოდით ახლა შევხედოთ როგორი შეიძლება გამოსულიყო მათი შერკინება თუ ისინი შეხვდებოდნენ. პირველი რაც შეიძლება მომხდარიყო არის ის, რომ გიდორა შეეცდება გააფრთხილოს შიმოს, რომ ის არის აქ მთავარი, თუმცა შიმო რო დაიღლება სკარკინგის გავლენისაგან, ეს მას უფრო გააბრაზებს და რა თქმა უნდა შიმო შეტევაზე წავა და გიდორაც საპასუხოდ შეტევაზე წავა. და ეს მისთვის შეცდომა იქნება. შიმო სამთავიანს ძლევს, უპირატესობა ზომაში და წონაში მას ძალიან დიდ პლუსს აძლევს ამ შემთხვევაში. და აქ მათ ახლო ბრძოლა გაემართებათ, რომელშიც გიდორა მრისხანედ დაიწყებს შიმოს კბენას და მისი სუსტი ადგილების ძებნას. თუმცა აქ სიძლიერის უპირატესობა მისცემს პლუსს შიმოს. იგი თავის კუდს და კბილებს იყენებს, რომლებითაც იგი მტერს ძლიერ ზიანს მიაყენებს. თუმცა გიდორას შეუძლია ჭრილობების სწრაფი რეგენერაცია. და საპასუხოდ შიმოზე თავდასხმისას ის შეეცდება მის მაღლა აწევას, თუმცა შიმო ძალიან დიდია და აშკარად გიდორას ეს ვერ მოუხერხდება. და დამატებით მოწინააღმდეგე ძლიერია და მას ამის საშუალებას არ მისცემს. გიდორას ახლო ბრძოლაში ძალიან დიდი პრობლემები ექნება, ამიტომაც მონსტრი ზერო იყენებს თავის გრავიტაციულ სხივებს.
და რა თქმა უნდა, ყვითელ სამთავიანს ეგონება, რომ მოწინააღმდეგეს სერიოზული ჭრილობები მიაყენა, მაგრამ შედეგი ასეთი იქნება: ეს შიმოს უბრალოდ ყურადღებას გაუფანტავს და გიდორას აფრენის საშუალებას მისცემს. როგორც ვიცით, გიდორა ჭკვიანია და იგი მიხვდება, რომ შიმოსთან ახლო ბრძოლა იქნება ძალიან სახიფათო. ამიტომაც იგი იყენებს ტაქტიკას მაღლა აფრენას და დისტანციიდან შეტევას. გიდორა ჭექაქუხილის და ქარიშხლების გამოწვევით გაძლიერებს თავის გრავიტაციულ სხივებს და ასეთი გაძლიერებული სხივები შიმოს რა თქმა უნდა გადააგდებს. და შიმო როგორც კი აზრზე მოვა და წამოდგება, შეამჩნევს, რომ მოწინააღმდეგე უფრო მაღლა აფრინდება და იგი მიხვდება, რომ მოწინააღმდეგე შემდეგი შეტევითთვის ემზადება. ამიტომაც შიმო იყენებს თავის ყინულის სხივს და მოწინააღმდეგეს ციდან ააგდებს. ყინულის სხივი უყინავს გიდორას ფრთებს და მონსტრი ზერო მიწაზე ვარდება. და ეს მისთვის ძალიან მტკივნეული იქნება. შიმო სასწრაფოდ გაიქცევა მოწინააღმდეგის დასასრულებლად. თუმცა გიდორა ასე მარტივად არ დანებდება. როგორც კი შიმო მას მიუახლოვდება, გიდორა შეიძლება თავისი კისრის ხვევებით ჩაეხუტოს და მთელი ენერგია ამოუწოვოს. მაგრამ შემდეგ რა მოხდება? თუ გიდორა შიმოს ჩაეხუტება თავისი კისრის ხვევებით, ეს ძალიან დიდი შეცდომა იქნება, რადგან პირველ რიგში შიმო უფრო დიდია და გიდორისთვის ამილეთის აღდგენა ძალიან რთული იქნება. და მეორე რიგში, თუ გიდორას ეს როგორმე მოუხერხდება, შიმოს შეუძლია თავის კანზე გამოიწვიოს ძლიერი სიცივე და მონსტრი ზერო მას გაუშვებს. ხო და რით შეიძლება დასრულებულიყო ეს ყველაფერი? როდესაც შიმო განთავისუფლდება, ის ძალიან გაბრაზებული იქნება და თავისი ყინულის სხივით იგი გიდორას გაყინავს. არა მხოლოდ გაყინავს, არამედ ატომებამდე გადაყინავს. მაშასე, შედეგი, გიდორა ადრე თუ გვიან იქნება შიმოს მიერ ლიკვიდირებული. და ამის მიზეზი იქნება ძლიერი ყინულის სხივი, უпростоრად უძლიერესი ყინულის სხივი, რომელსაც შეუძლია გლობალური გამყინვარება გამოიწვიოს მთელ პლანეტაზე. მეგობრებო, იმედი მაქვს, რომ თქვენ ეს ვიდეო მოგწონთ. თუ ასეა, მაშინ გამოიწერეთ არხი, დამილაიქეთ ეს ვიდეო და დამიწერეთ კომენტარები. ასევე შემოთავაზეთ კიდევ შედარებები კომენტარებში, რომელი შედარებები გსურთ დაინახოთ შემდეგში. მაშასე მეგობრებო, ამ ერთხელ მე თქვენ გამშვიდობებით. ყველას წარმატებები და კარგად ბრძანებოდეთ.